მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ისევ შაბათია და მე და ჩვენი ძმაკაცი დანჩიკა ისევ თქვენთან ერთად ვართ. მიდი დანი გახსენე. ინტერნეტის ვარსკვლავი მიბურიტო. გახსენე, აბა, მოაღწია როგორც იქნა ჩვენამდე. ბურიტოებია დარჩით ბოლომდე და ერთად ვნახოთ. TikTok-ზე ვიღაცები ამ ბურიტოს კვნესით რომ სინჯავენ, გადამეტებულია თუ მართლა რეალური ემოციაა. წავედით. ორი სხვადასხვა ბურიტო და კესადია. სამწუხაროდ არ მიგვიწერეს რომელია, მაგრამ პროცესში ვნახავთ. დანი, რომლით დავიწყოთ, ძმა? სანამ შევწავთ მიყურებენამაკ. ხო, დანიელს, სან დავიკი უკეთია ცხვირზე. ვის აქვს კიდე ეგრე? ნეიმარს. ხო, ნეიმარს. რომლით დავიწყოთ? კესადია? მიდი აბა. ვიდრე დავიწყებთ, მინდა მიბურიტოს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. პირველ რიგში იმისთვის რომ გვიყურებენ, შემდეგ იმისთვის რომ ეს გემრიელი რაღაცეები სავარაუდოდ გემრიელი გამოგვიძახეს, მაგრამ სენტიმენტები დავასრულოთ აქ. საშინელება? დანიელის რეაქცია არის მოკლედ ესეთი რომ საერთოდ არ მოეწონა. ვაფშე ყველაფერი არ მოწონა, ვაფშე. აშკარად ეს დანიელის გემოვნებაში კესადია ზოგადად უბრალოდ არ ჩაჯდა. ჩემთვის ნორმალურია. არაფერი არ აქვს გადამეტებულად და არაფერი არ არის ზედმეტი. ნორმალურია, მაგრამ რო თქვა რომ გასაგიჟებელია თქო, თლად ეგეთიც არ არის. რამდენს დაუწერ? 0. 0? საერთოდ 0? კარგი ძმა. მე დაუწერ დანიელ 5-იანს. 10-დან 5-იანს დაუწერ, ჩემთვის საშუალოა, დანიელისთვის იყო 0-იანი სამწუხაროდ. სანამ ბურიტოს გასინჯვაზე გადავალთ, მოდი ჩვენ მეგობრებს უთხრათ, რომ ჩვენს არხზე თამაშდება PlayStation 5. ძალიან მარტივია, ხო? აქ ამოვანათებთ ჩვენს Facebook-ს და Instagram-ს. აი აგე. ხო, აი აქ. აღწერაში ლინკებსაც დავდებთ, Facebook-ზე გადადით და აპინული ვიდეო ნახეთ და ძალიან მარტივი წესებია PlayStation-ის აი მოსაძებად. აგ რაღაც წერია. ხო. როგორ PlayStation-ი უნდა მოიგო? როგორ უნდა მოიგო? კი, მაგრამ ძალიან მარტივია, ხო? აბა ვნახოთ როგორია ბურიტო. ფასებს რაც შეეხება, ეს ბურიტოები დაახლოებით 23 ლარი ღირს თითო. მთელი TikTok-ი აჭრელებულია მოკლედ ამ ბურიტოს გემოების შეფასებით და ვნახოთ აბა ჩვენ პირდებით რომ ვიქნებით ობიექტურები და მეუკერძოებლები. მიდი დანი, რას მეტყვი? ძალიან კაია. ძალიან კაია? ძალიან. მოდი მე გავსინჯავ და თქვი ახლა რა არის მანდ კარგი. აი ვაფშე ყველაფერი საერთოდ. ეს არის ქათმის ბურიტო. ძალიან გემრიელი. ხო, ძალიან. ვერ ვიტყვი ნამდვილად იმას რომ ამას რომ შეჭამ კვნესას და გაწევინებს თქო, მაგრამ ყველაფერი აქვს ნორმით, ძალიან დაბალანსებული და გემრიელი გემო აქვს. ქათმის არის ფასი ძვირია, მაგრამ მე ძალიან მომწონს. მეც. დანი, შეფასება. რამდენს დაუწერ ამას და მეც ვიტყვი მე ჩემსაც. 10-დან. ხო, 10-დან არა, 10-დან მაქსიმუმი 10 იყოს. 10. 10-დან 10. მე ამ ქათმის ბურიტოს დაუწერ 10-დან 900. პირველ ვიდეოში თქვი რომ უნდა ავიდეთ 500.000 გამომწერს. ხო. ეგ რომ მოხდეს რა უნდა როგორ აბა? ყველა ეხლავე უნდა დალაიქოთ, ეხლავე ყველა ვიწყურეთ ვიდეოს. და იცი რა უნდა ვთქვა? რა. ჩვენ არხზე ნელ-ნელა მაყურებლების რაოდენობა იზრდება, იცი? ჯიგრები ხართ ბებო. მოდი ახლა გადავიდეთ ამ ბურიტოს გასინჯვაზე, კაი? რატოდა? არანაირი ვალდებულება არ გაქვს თქვა ის რაც არ არის. აქედან გამომდინარე უბერე ძამი. გასინჯე და მითხარი, აბა როგორია? გამოიყურება აი ძალიან კარგად. კარგად გამონახე დანი როგორი ისა აქ რა ქვია ვიზუალი აქ, აი ახალის ვიზუალია. გემოზე როგორია? კაია ძმა. ძალიან კაია. კაი, მოდი ახლა შეფასება ვთქვათ რა. გარამდა. გადავდით. შეფასება ვთქვათ ახლა როგორია ეს ბურიტო. აბა? კიდე 10-დან 10. კიდევ 10-დან 10? ეს ბურიტოები ერთი და იგივეა, დაახლოებით შემადგენლობით, უბრალოდ ხორცში არის განსხვავება. ეს არის საქონელი, ეს არის ქათამი. მე ჩემ შემთხვევაში ქათამი უფრო მეტად მომეწონა. ამ ბურიტოს დაუწერ 8-იანს. დანიელს ორივე ძალიან მოეწონა, თუმცა დანიელს საქონლის ხორცი ზოგადად არ უყვარს, აქედან გამომდინარე ქათმის ხორცი ურჩევნია. ეს არის მოკლედ რაც შეგვიძლია ამ ბურიტოზე ვთქვათ, მაგრამ მოიცა. რა? სანამ ვილაპარაკებთ. ხო. უნდა დაალაიქონ ვიდეო და გამოიწერო ნახე. უეჭველი.
უეჭველი უნდა დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ჩვენი Facebook-იც მოიწონოთ, Instagram-იც და ყველგან გამოყვეთ, იმიტომ რომ ყოველ შაბათს აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოებს, ხო ეგრეა ძამი? ერთი რაღაცა მინდა დავამატო რა. აი თუ ისეთი ტიპი ხარ, აი მეც ბევრი რამე გასინჯული საერთოდ არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბურიტო აქამდე გასინჯული მქონდა. გუში და მანდალია და დათვრა. ხო, გუში და მანდალია და დათვრა. ვისაც ბურიტო გასინჯული არ გაქვთ, საბოლოო შეჯამებად ეს რაღაცას გეტყოდით რა. ერთხელ გამოსაძახებლად უეჭველი უწევ რეკომენდაციას. გამოიძახეთ, დანარჩენს შემდეგ თქვენი რეცეპტორები თვითონ გიკარნახებენ შემდეგში რა უნდა ქნათ და თუ ისეთ ლოკაციაზე ხართ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამის გამოძახება, გეტყვით, რომ შაურმას ჯობს, ძვირია, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად გემრიელია. მე მგონი ყველაფერი ვთქვით, ეს ფრი როგორია ისე? ეს ფრი არაფერი შუაშია შეფასებასთან, მაგრამ გასინჯება. როგორია? ყველა. კარგი ფრია. ვინც ამას ამზადებს, ყოჩაღ მეგობარო, ძალიან გემრიელია. ესადია დანიელის გემოვნებაში არ ჩაჯდა და გვაპატიეთ, მაგრამ ვართ მიუკერძოებლები. მოიცადეთ მამიწამლა. მიდი აბაძმა. კაია? არ მოგეწონა? აბა ისთვის გამაგზავნე. ბურიტო, ქათმის ბურიტომ აშკარად გაიმარჯვა. შეფასება იყო 9. ამან გაიმარჯვა. არა, ორივე შენათიანი დაუწერე და ქათმის. ორივე გაიმარჯვა. კაი, მოდი გამარჯვებული იყოს ორივე ბურიტო თანაბრად. დღევისთვის მოვრჩეთ დანი და შემდეგ უფრო არის აი პირველზეც უფრო რომ გავიდა აი ეს. კაი, პირველზე გავიდა აი ეს საქონლის ბურიტო. დანი, დავემშვიდობოთ ახლა და დავასრულოთ. კარგად. კარგად იყავით, შემდეგ შეხვედრამდე. ეგრე ძმა რა, საღოლ.